გამარჯობა. კეთილი იყოს შენი მოგზანება ჩემს არხზე და პოდკასტზე. ეს არის რიგით მესამე პოდკასტი და მინდა მოგიყვე იმაზე, თუ როგორ დაემთხვა ჩემი პირადი გამოცდილება იოგაში, ისე რომ ქაოსმა სტრუქტურას დაუთმო ადგილი. ეს არის ამბავი, ჩემი შინაგანი გზის ამბავი იმაზე, თუ როგორ ვიპოვნე კარგად ყოფნის მდგომარეობა, მაშინ როცა მანამდე არც კი მქონდა წარმოდგენა, თუ რას ნიშნავდა უბრალოდ კარგად ყოფნა. წლების განმავლობაში იმდენად დიდ სტრესში, იმდენად დიდ ტკივილში ვიყავი, რომ ემატებოდა ეს ჩემი შინაგანი ტანჯვა და ქაოსი და უბრალოდ ვერც კი ხვდებოდი, რომ ეს ტანჯვა არ იყო ნორმალური და ამ ყველაფრთან უნდა გამოვსულიყავი. ზოგი ადამიანისთვის, ასე ვთქვათ, გამოფხიზლების მომენტი არის, როცა ტანჯვას ვერ უძლებს და გამოდის ამ მდგომარეობიდან. მაგრამ ჩემ შემთხვევაში, როცა უბრალოდ არც კი იცი რა არის კარგი მდგომარეობა, კარგად ყოფნა, ტანჯვას ტანჯვა ემატება და უბრალოდ ამაში, ტანჯვაში პოულობ საკუთარ თავს, ძალიან რთულია ტანჯვის მომატებამ გამოგაფხიზლოს. წლების განმავლობაში ვგრძნობდი თავს, თითქოს წყალში ვტივტივებდი ნაფოტივით და თითქოს ყველაფერი მემართებოდა. ყველაფერი ჩემს გარშემო მოქმედებდა ჩემზე და თითქოს სხვებს რომ შოკივით აცოცხლებს ეს ტანჯვის და უმწეობის განცდა, ჩემთან პირიქით ტანჯვა უფრო და უფრო ღრმად მithრევდა. ხვდებოდი, რომ არსებობდა რაღაცა შინაგანი ქაოსი, გაფანტულობა, რომელსაც ვერ ვუმკლავდებოდი. და ეს ძალიან კარგად იხსნებოდა ეხლა უკვე ფსიქოლოგიურად, როგორც ჩემი გონებისა და ჩემი ეგოს მოთხოვნილება, რომ ქონოდა რაღაცა სტაბილურობა და ეს ოპოზიციას უკეთებდა იმ მდგომარეობას, რაც რეალურად ჩემთან სახლში სუფევდა მოულოდნელობები, არასტაბილურობა, საცხოვრებლის ხშირად შეცვლა და ეს ყველაფერი ერთმანეთის საპირისპირო იყო. შინაგან სამყაროში ხშირად გრძნობდი ილუზიას, დაბინდვას, ქაოსს, ზუსტად ეს ენერგიები მაძლევდა განცდას, თითქოს საერთოდ საყრდენი არ მქონდა, არადა რეალურად იმისთვის, რომ პროდუქტიული ყოფილიყავი, საყრდენი სტრუქტურა მჭირდებოდა, მაგრამ ვერ ხვდებოდი, უბრალოდ ამ ქაოსში ვიხარშებოდი. და მე შემდეგ თითქოს აი ამ ტანჯვას რაღაცნაირად ტრანსფორმაციას ვუკეთებდი და მაინც უძლებდი, მაინც გადარჩენას ვახერხებდი, მაგრამ ვერ გამოვდიოდი ამ ყველაფრისგან. ამის შემდეგ თითქოს უფრო და უფრო სიღრმეში დავიწყე ჩასვლა და აი ამ სიღრმიდან, აი ამ სიღრმისეული ტრანსფორმაციიდან ამოვიღე რაღაცა გარკვეული ძალა, აი ამ ტკივილში თითქოს ვიპოვნე ძალა და საიდანაც გამოვედი უკვე იქით, რომ გადარჩენა შეიძლება და დავიწყე აი ამ გადარჩენის გზების მოძიება. თითქოს ინტუიციურად ეს არ იყო გააზრებული პროცესი, ინტუიციურად ვცდილობდი, რომ აი ამ ტანჯვიდან, თითქოს ლიმონიდან, რომ ლიმონადს გავმიიღებ, ასეთი მომენტი გამეკეთებინა და სრულიად ინტუიციურად, როცა ვეძებდი გზებს და ხვდებოდი, რომ ფიზიკური აქტივობა მჭირდებოდა, მივხვდი და გადავწყვიტე, რომ იოგა მეცადა. როცა იოგას გზაზე დავდექი, პირველად ვიგრძენი რაღაცა მკაფიოდ იოგას პრაქტიკაში იმ 1 საათის განმავლობაში ზუსტად იცი რას აკეთებ. ასანების თანმიმდევრობა არის განსაზღვრული, აშტანგა ვინიასა იოგათი დავიწყე მე და ზოგადად ყველას ვურჩევ ამ გზას. სუნთქვა ნელ-ნელა აყალიბებდა ჩემ რიტმს, გონება ნელ-ნელა სწავლობდა კონცენტრაციას და ეს იყო კონტრასტი ჩემი რეალობისთვის. იქ, სადაც ადრე იყო ქაოსი, შემოვიდა სტრუქტურა, სადაც იყო რაღაც ილუზია, აშტანგა იოგამ დამანახა რაღაც სიცხადე,
ილუზიების გარეშე, სტაბილური და ესე დავინახე, რას ნიშნავს იყო კარგად, როცა ყველაფერი ცხადია, როცა ყველაფერი სტრუქტურაშია და ჰაერში არ გიდიხარ. მანამდე სიტყვები კარგად ყოფნა უბრალოდ არსებობდა. ვცნობდი კარგად ტკივილს, გაქცევას, დაღლას, მაგრამ ეს კარგად ყოფნა ძალიან უცხო იყო და თითქოს რაღაც მომენტში არც კი მქონდა უფლება, რომ კარგად ყოფილიყავი. მაგრამ იოგამ მაჩვენა, რომ ეს კარგად ყოფნა ნამდვილად საჩუქარი არ არის და არც შემთხვევითობა არ არის. ეს არის ყოველდღიური არჩევანი, დისციპლინა და გზა. ჩემთვის კარგად ყოფნა აი ამ გზაზე გადიოდა და აქ გრძნობდი თავს მშვიდად, დაცულად და სტაბილურად. და სწორედ აი ფსიქოლოგიურად რომ მივუდგეთ ამ დროს, როცა მე ჩემ ცხოვრებაში სტრუქტურა შემოვიტანე, ამ სტრუქტურით თითქოს კარიერული კუთხითაც გავიმარტივესვა, თითქოს საზოგადოებრივი როლიც ამ კუთხით დავინახე, დანიშნულებაც და აღარ მივედმოვედებოდი. ოღონდ რა თქმა უნდა ამ ყველაფერს დრო დასჭირდა, რომ თუნდაც ეს სტრუქტურა, ეს რუტინა ჩემ ყოველდღიურობაში ჩამჯდარიყო. და დავინახე, რომ ჩემი როლი სამყაროში სწორედ ის იყო, რომ სტრუქტურა შევიტანო იქ, სადაც არის ქაოსი და პირველ რიგში ჩემი ოჯახში, რომელშიც დავიბადე და გავიზარდე. და ზუსტად ეს განცდა, რაც ოჯახში მქონდა, იმას ნიშნავდა, რომ აი ამ სივრცეშიც ვარ წესრიგი, სტაბილურობის და პასუხისმგებლობის შემომტანი. რა თქმა უნდა რთულია, მაგრამ თითქოს ეს მომენტი ზუსტად დავიჭირე. ის ნაბიჯები გადავდგი, რომელიც ჩემამდე არ გადაუდგიათ ჩემ წინაპრებს. ის სტრუქტურები შევქმნი, რაც ჩემამდე ჩემ წინაპრებს არ შეუქმნიათ. და როდესაც ქაოსის და ილუზია იქმნება, აი ამ ქაოსში და ილუზიაში იფანტება ადამიანი და თუ აქ სტრუქტურა არ გაქვს, ფაქტიურად ყველა შენი მცდელობა ამ ქაოსს გაუმკლავდე არის ფუჭი. იოგა, ჩემი პრაქტიკა არის სწორედ ეს სატურნული ინსტრუმენტი, ანუ მყარი ინსტრუმენტი. მასწავლის როგორ მოვახვედრო ქაოსის სწორ არხში, მაჩვენებს რომ დისციპლინა არ არის შეზღუდვა, არამედ თავისუფლება არის. როცა ზუსტად იცი, რას აკეთებ, რატომ აკეთებ, შენ აღარ ხარ ნამდვილად არავიზე, არაფერზე გამოკიდებული, ჩამოკიდებული და შენ ხდები უკვე თავად მამოძრავებელი ძალა, თავად გაქვს მართვის სადავეები ხელში და ეს უკვე თავისუფლება არის. და სწორედ აქედან მოდის ეს შვება. გავიგო რომ ჩემი გზა არის არა გაქცევა, არ არის ილუზია, არამედ ყოფნა იმ სიზუსტით, რასაც იოგა მასწავლის. ჩემთვის ეს არის გზავნილი, რომელიც მსმენელს მინდა გავუზიარო. იქ სადაც ქაოსს ხედავ, იქვე არის ზუსტად შენი ძალაც. რეალურად შენი ძალა არის ამ ქაოსის მართვის ძალა და არა შეჩერების სამყარო. ხშირად გვაგდებს ისეთ სიტუაციებში, სადაც ყველაფერი იშლება, რათა ჩვენში გადმოვიდეს და გამოაშკარავდეს ის მხარე, რომელსაც შეუძლია შექმნა სტრუქტურა. და როცა საკუთარ ქაოსს წესრიგად აქცევ, მაშინვე იწყება ახალი გზა, როგორც შინაგანად, ასევე გარე სამყაროში. დიდი მადლობა, რომ მოსმინეთ. ეს იყო ჩემი პირადი ამბავი და ჩემი პირადი გაზიარება და ვფიქრობ, რომ თქვენშიც შეიძლება რეზონირდებოდეს და აღმოაჩინოთ, დაუკვირდეთ, შეიგრძნოთ, სად არის თქვენი ქაოსი, როგორ შეგიძლიათ იქვე იპოვნოთ თქვენი ძალა და თქვენ თავშივე წახვიდეთ უკავშირში. ჩემთვის თუ ეს იყო იოგას გზა, რომელმაც მაპოვნინა სტრუქტურა, თქვენთვის შეიძლება სხვა რამე აღმოჩნდეს, უბრალოდ იმ წერტილზე შეგეხოთ, რომელიც გაპოვნინებთ თქვენს ძალას.